ესე იგი, წინა ლექციაზე გავარჩიეთ რესპონსიული CSS-ი, ნახეთ რომ შეგვიძლია მივცეთ განსხვავებული სტილები ეკრანის ზომის მიხედვით. კი ბატონო, მერე გავარჩიეთ display grid-იც, display-ის კიდევ ერთი ტიპი, სალამი და ბოლოს განვიხილეთ position-ის ტიპები. დღესაც თავიდან შევეხები ამ მასალას. სალამი. ახალ ტიპებსაც აგიხსნით positioning-ის და თან პარალელურად გავაკეთოთ ჩვენი დავალება. საბოლოო ჯამში უნდა ავაწყოთ აი ეს Figma-ს პროექტი, მაგრამ სამ ამ დავალებაზე გადავალ, მინდა რაღაცა ახალი მასალა აგიხსნათ. რაღაცა სიწერებოდით ჩატში. ოკეი. ბევრი HTML-ის თაგი განვიხილეთ. ერთ-ერთი იყო div, h1, h2, პარაგრაფი და ასე შემდეგ. ნუ ნახეთ რომ div-ებით შეგვიძლია სტრუქტურის აწყობა, ხო? ვებგვერდის layout-ის და ასე შემდეგ. მაგრამ div-ების გარდა გვაქვს კიდევ სხვა თეგები. ეგეთი არის მაგალითად header-ი, main-ი, section-ი, aside-ი, footer-ი და ასე შემდეგ. ახლა რა გამოდის, რომ აი ამ ვებგვერდს რო შევხედო, ეგ ვებგვერდი უკვე აღარ არის აწყობილი div-ებით. ჩვენთვის user-ისთვის, ანუ არანაირი განსხვავება არ არის. გინდა ეს იყოს div-ი, გინდა header-ი, main-ი და ასე შემდეგ. ვებგვერდი მაინც იმუშავებს, მაგრამ search bot-ებისთვის და უკეთესი სტრუქტურისთვის კარგია თუ თითოეული ამ დანიშნულებისთვის გამოიყენებთ შესაფერის HTML-ის თაგს. მაგალითად, ნახეთ, აი header-ი. აი header-ში ჩვენ ხშირად ვსვავთ ნავბარს. აი თუნდაც ჩვენ საიტზე რომ გადავიდეთ, ეს ნაწილი არის ჩასმული არა div-ში კლასად header-ი, არამედ header tag-ში. დაბლაც რომ ჩავიდე, აქ ხო შევქმნით წინა კლასზე div-ი, კლასი footer-ი მივეცით, შეგვიძლია შევქმნათ აი ასე პირდაპირ footer-ი. ძირითადი ინფორმაცია კი ჩასმული არის main tag-ში. აი ამ ვებგვერდს ისე რომ დავაკვირდე სატესტოდ რაც მაგაშვებული. header-ი ეგ არის, footer-იც ეგ არის, ანუ ჩვეულებრივად იქნება, ანუ ტაგის სახელი არის სხვა უბრალოდ. და ძირითადი ინფორმაცია ჩასმული არის main-ში. main-ი ვებგვერდს შეიძლება ქონდეს მხოლოდ ერთი ცალი. 2, 3 და ასე შემდეგ უკვე search bot-იც აირება და არასწორი იქნება. ამიტომ ძირითადი ინფორმაცია სვავთ main-ში. თუ გვინდა აი დამატებითი რაღაცა ინფორმაცია გამოვიტანოთ, აი თუნდაც აი ხარ რომ შეგახედოთ W3 school-ზე რომ გადავიდეთ, ნახეთ, აი რაღაცა ავირჩიოთ, არ აქვს მნიშვნელობა JavaScript-ი. აი ეს ზედა ნაწილი იქნება header-ი. დაბლაც რომ ჩავიდე, ეს იქნება footer tag-ი. ეს ყველაფერი იქნება main-ი და ეს იქნება aside-ი. ანუ aside-ი რაღაცა მეორე ხარისხოვანი კონტენტი. ზუსტად ეგრე არ არის აწყობილი ახლა ეს ვებგვერდი, ყველა სხვადასხვანაირ სტრუქტურას იყენებს, თუმცა პრინციპი ერთია. ეგ სამი განვიხილეთ, კიდევ გვაქვს section-ი. ანუ section-ის გამოყენებით შეგვიძლია დავუყოთ ჩვენი ვებგვერდი პირდაპირ სექციებად. აი თუნდაც ეს იყოს პირველი section-ი, რაღაცა აი გაცნობილი landing page-ი იყოს, მერე რატომ algorithm სხვა სექცია, კურსები სხვა სექცია და ასე შემდეგ. აი, აქაც რო შევხედო, აი თუნდაც აი ეს რატომ algorithm, აქ ფასები, აქ კურსები და სხვა. შიგნით ჩვეულებრივად გამოიყენეთ div-იც, პარაგრაფიც, ყველაფერი, მაგრამ ძირითადი ვებგვერდის სტრუქტურა შეეცადეთ რომ შექმნათ აი ამ თეგებით. არ არის აუცილებელი, მაგალითად, რომ footer-ი გამოიყენოთ მაინც და მაინც აი აქ, აი ამ დავალებაში, აი აქ ქვედა ნაწილში. ზოგჯერ არის რომ აი card-საც რო ვაწყოთ, ჩვეულებრივ card-ს, ხო? მაგა შეიძლება გქონდეს, აი თუნდაც აი მაგალითზე რო შევხედოთ, წინა სემინარზე რაც ავაწყეთ, ეს ნაწილიც, ანუ card-ის ქვედა ნაწილი შეიძლება იყოს footer tag-ი. ამას რო გქონდეს ზემოთ სათაური, ეგ იქნებოდა header-ი, მაგრამ სხვა დანარჩენი იქნებოდა main-ში. აბა მითხარით ეგ თუ არის გასაგები. ისე და ისე მაგას ნელა მიეჩვევით HTML-ის თაგებს მიჩვევა უნდა რა სადროდის გამოიყენოთ. მაგრამ უბრალოდ რო იცოდეთ, შეიცადეთ აწი ყველაფერი div-ებში არ ჩასვათ. უფრო ლამაზიც არის, უკეთესი სტრუქტურაც არის. ვეღარ მოგესალმე ალბურდო, ჩართული იყავი. პრიმიტივი. ოკეი. კარგი. ახ ამას ყველაფერს წავშლი. შევქმნი კიდევ CSS-ის files.
default სტილები მივცეთ ხო ყველას რომ მოუშალოთ padding-ი margin-ი და ყველას მივცეთ box sizing-ი border box-ი დავასეივოთ ეგ და ამისი ლინკიც აქეთ შევაგდოთ თავიდან ახსოვს მაგნაზეს ვინც არ იყო ლექციაზე მაგათვის აი დაუშვათ გვაქვს რაღაცა კონტეინერი ხო კლასი კონტეინერი და შიგნით კონდეს 4 ცალი რაღაცა ბოქსი მივცეთ ახლა ამ კონტეინერ სტილები ვიცი მაგალითად იყოს 30 რემი height-იც 30 რემი border-ი მაგალითად იყოს 10 პიქსელი solid black-ი და თვითონ ბოქსი იყოს ვიცი 6 რემის height-იც 6 რემის background color-ი მივცეთ წითელი და margin-ები მივცეთ უბრალოდ რომ დავაშოროთ ერთმანეთისგან margin right-ი 1 რემი margin მოდი left-ი არა და ხო ჯერ ეგ იყოს არ გვინდა მეტი გადავიდეთ ახლა აქეთ და დავასეივოთ ოკეი მაგრამ ამასაც display flex-ად გავხდი და ეგ არის default-ად როდესაც ჩვენ ვქნით რაიმე elements ის მეორე elements-ზეც ახდენს რაღაცა ზეგავლენას და რას გულისხმობ მაგაში რომ აი box 1 2 3 4 რადგან აქ ქონდა შექმნილი box 1 უკვე box 2 ამის ადგილას კი არ დაჯდება მაგის მარჯვნივ ანუ რაღაცა ადგილს იკავებს ჩვენი მთლიანი ვებგვერის სტრუქტურაში ამიტომ მაგისი position-ი თავიდან არის უბრალოდ სტატიკი position სტატიკი თუმცა აი ამ საერთო სტრუქტურიდან შეგვიძლია ამოვაგდოთ და ერთი დონით წინ გავწიოთ მაგალითად თუ გავხდი fixed ნახე ოღონდ ყველა კი არ გავხადო fixed-ი არამედ აი ერთ-ერთი მაგალითად აი box 1 რო იყოს fixed-ი so ნახე აქ ჩანს ვითომ ორიანი არა მაგრამ რეალურად რა ხდება აქ წერია ორიანი, სამიანი, 4-იანი და ამ ყველაფრის ზემოთ დგას ერთიანი. რადგან ეს უკვე position fixed-ია მთლიანი ვებგვერდის მიხედვით და გასწორებით შემიძლია ვცვალო მისი ადგილმდებარეობა. მაგალითად დავუწერო top 0 და left 0. right 0 უბრალოდ. ხო. right 0. ეცანე დავაპატარავებ ახლა და გამოშევ. კი ბატონო, სუსუ მარჯვნივ გადავიდა ეგ ბოქსი. ნუ რადგან მარჯინი მაგ მიცემული, მაგიტომაც არ ჩანს, ამიტომ. So, ბოლომდე არის მიტყოპული აქ. ახლა რისთვის გჭირდება? რისთვის და მაგალითად აი რაღაცა რეკლამა თუ გვინდა შევქნათ, ან ნაუბარი რომელიც სულ ჩანს. აქ რომ შევქნათ ძალიან დიდი პარაგრაფიც, აი ლორემ 1000 რო დავწერო და ამ ტექსტსაც მივცე რაღაცა ვიც მაგალითად 5 რემი. ნახეთ, რომც ჩავსკროლო, ეგ ყოველთვის თავის ადგილას რჩება. რადგან გამოვიყენე ამაზე მაგალითად ტოპი და რაითი, ანალოგიურად შემიძლია გამოვიყენო ბოთომიც, ლევთიც, ოღონდ დააკვირდეთ, თუ ტოპი არის უკვე გამოყენებული, ბოთომს ვერ გამოვიყენებთ, იმიტომ რომ ზემოთ და ქვემოთ ერთდროულად ვერ იქნება, ხო? ერთ-ერთი უნდა გამოვიყენო და ანალოგიურად რაითიც თუ მაგ ლევთსაც ვერ გამოვიყენებ. ნახეთ position fixed-ი. Position fixed-ის გარდა გვაქვს position absolute-იც. და ნახეთ როგორ მუშაობს ეგ. box 2 position absolute. ეგეც ამოვარდა როგორც წინა box 1, თუმცა რომ ჩავსკროლო უკვე თავის ადგილას სადღაცა ზემოთ რჩება. აი ახლა ამას მივცე bottom 0 მაგალითად და ისე right 0. ჩემი ვებგვერის ბოლოში ასე დაჯდება, მაგრამ რო ჩავსკროლო უკვე სულ მანდ რჩება. შეიძლება გაგიკვირდეთ ახლა თქვათ რომ ისთვის გჭირდება ეგ. რისთვის და აი ახლა რო შევხედოთ აი ამ OBS-ის ლოგოსაც, ხო? წარმოიდგინეთ რომ ეს OBS-ი არის ჩემი body და აი ამ position absolute-ით სადღაც დაბლა ჩავსვი რაღაცა აიკონი. ან თუნდაც აი ეს აი Discord-ს რო აქვს notification-ები რომ მიწერს ახლა 4 ცალი. ეგეც body და სადღაცა ზემოთ არის ჩასმული position absolute. Position absolute-იც გამიხილეთ, მაგრამ დავუშვოთ მე მინდა რომ ეს absolute გაესწორდეს არა ვებგვერდის მიმართ, არამედ აი ამ ყუთის კუთხეში რომ გაჩერდეს. აი როგორც აი ეს
ისევ და ისევ Discord-ი მაქვს გაკეთებული. ამისთვის თვითონ მშობელს უნდა უთხრა, რომ ის უნდა გახდეს position relative. ანუ უკვე არა ბოდის მიხედვით გასწორდება, არამედ თავისი შობლის მიმართ და ეს 5 ამოვა აქეთ. არ არის აუცილებელი რომ აქ top 0 დავწერო right-ი და ასე შემდეგ, შემიძლია რემებიც, პროცენტებიც, პიქსელებიც, რაც გინდათ. თქვენზეა დამოკიდებული უბრალოდ რომ ეგ ყველაფერი გაასწოროთ და box position absolute-ისა, relative-ის, fixed-ის და static-ის გარდა ასევე გვაქვს position static-ი. Position static-ი კი არა sticky. Sticky. მოდით აქ შევქნათ ახლა ეგეც. ნახეთ, ამაზე ხო, იგი იყოს ასე right-ი, bottom-ი. ეს ორიანი უბრალოდ რატომ დაბრუნდა აქეთ მაინტერესებს. Position relative მივეცი ამას, bottom-იც მივეცი. უი, აქ 3 უნდა მეწეროს და მაგით. So, ნახეთ 3-იანი არ ამოვარდა. ისევ ისე დგას, როგორც მაგამდე იყო. ანუ წინაზე ეგენი ამოვარდნენ, მაგიტომ ეს ყველა ელემენტი აქეთ გადმოვიდა, იმიტომ რომ თავისუფალი სივრცე იყო, მაგრამ 4-იანი თავის ადგილზე, რატომ? იმიტომ რომ 3-იანი ჩვეულებრივი ელემენტია. ოღონდ ნახეთ, თუ დაუწერ მაგალითად ამას top 0-ს, ანუ როგორც კი მივა ვებგვერდის 0 სიმაღლემდე, ანუ top 0-მდე, იქვე დარჩება. აი დავუშვათ მაგამდეც წერია რაღაცა, ისევ რაღაცა პარაგრაფი იყოს, ლორემ 100 დავწეროთ. ჩვეულებრივად, დაბლა ჯერ არ ჩანს, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ელემენტია და როგორც კი მივა 0-მდე, всё, გაჩერდება. თუ მე რა თქმა უნდა ახლა დავწერ აქ მაგალითად 30 პიქსელს, მაშინ 30 პიქსელი როცა იქნება სიმაღლე, მხოლოდ მაგ შემთხვევაში გაჩერდება, 30 პიქსელითაც გაჩერდა. რადგან ისევ რაღაცა მშობელში არის ჩასმული, რაღაცა შიდა კონტეინერში, მაშინ გაჩერდება, მაშინ როცა მშობელიც გაქრება, მაგრამ მე რო ახლა ეს ამოვაგდო ამ კონტეინერიდან და გარეთ დავწერო, აი ასე. მაშინ ბოლომდე მიყვება, იმიტომ რომ ბოდი არის მაგისი მშობელი და ბოდი თვითონ არ მთავრდება სულ, მაგრამ რადგან კონტეინერი არის მისი მშობელი, მაგ შემთხვევაში იქამდე წავყვება, სანამ კონტეინერიც გვაქვს. აბა ჯერ მითხარით ეს თუა გასადაგები. რემი, კი ბატონო. რემი რა არის? ძირითადად ჩვენ ხო ვიყენებთ პიქსელებს, მაგრამ პიქსელებს აქვთ ერთი დიდი მინუსი, ისა რომ დავუშვათ მე აი აქ რო გადავიდე setting-ებში, ჩემი ბრაუზერის setting-ებში, ჩავწერო ესე font და შევცვალო თლიანი ბრაუზერის ფონტების ზომა, აი მაგალითად გავზარდო ეგ, ხო? პიქსელი იგივე დარჩება. რეალურად კი ეგ ზომაც უნდა გაიზარდოს, უნდა გავყვეს აი ამ პარამეტრს. ამისთვისაც შეიქმნა რემი. ერთი რემი არის 16 პიქსელი. ანუ ჩვენ რო წერ 2 რემს, ეგ იგივე არის 16 გავრავლებული 2-ზე. 2.2 რემი იგივე 16 გავრავლებული 2.2-ზე და ასე შემდეგ. და დეფოლტად ერთი რემი არის 16 პიქსელი, მაგრამ თუ მე შევცვლი ამას მაგალითად very large-ზე, მაშინ რაღაცა სულ სხვა მნიშვნელობას მიიღებს. არ ვიცი ზუსტად შეიძლება 20 იყოს 22 და ასე შემდეგ. მაგრამ აი ამ ვებგვერდსაც რო შევხედო, დეფოლტად ასე ჩანს, მაგრამ რო გავხადო very large, ნახო რომ ყველაფერი გაიზარდა, ფონტიც გაიზარდა, სიგრძეც გაიზარდა. რატომ? იმიტომ რომ ყველაფერი ქონდა მითითებული რემებში. very small რომ მიუთითო, უკვე თვითონ ვებგვერდიც დაპატარავდება. რეალურად ასე უნდა მუშაობდეს ჩვენი ვებგვერდი, user friendly უნდა იყოს. ამიტომაც თქვენს შეეცადეთ რომ ყველაფერი გამოიყენოთ, ყველაფერი გაწეროთ რემებში. ლექციაზე წინაზე თქვი რომ რაღაც პარამეტრები გვაქვს, რომელსაც პიქსელებში უთითებთ. ეს არის ბორდერები და ჩრდილები, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ შრიფტი გაზარდოთ, ანუ ჩრდილიც არ უნდა გაიზარდოს მაგის გამო. ხშირ შემთხვევაში იგივე უნდა დარჩეს. ამიტომ დაიმახსოვრეთ, რომ პიქსელი არ იცვლება, რემი იცვლება. აბა ჯერ ეს მითხარით. თუ გასაგებია. კარგით, 2-3. ოკეი. ახლა უკვე გადავიდეთ ჩვენს დავალებაზე. ამ დავალების ლინკი ჩაგდებულია დავალებების სექციაში და მოდით ჯერ შევხედოთ
რა არის ასაწყობი. Რო გახსნით ამ Figma-ს links, როგორც გახსოვთ dev mode ჯერ არ მუშაობს ასე მარტივად. ამიტომ შეაგდეთ ეგ ყველაფერი დრაფტებში. მერე გაგეხსნებათ ახალი უკვე თქვენი ინსტენსი ან ვერსია ამ ფაილის. მონიშნეთ აი ეს ორი ფრეიმი, ან დღეს ავაწყობთ ტელეფონის ვერსიასაც და კომპიუტერის ვერსიასაც. მარჯვენა ღილაკით დააჭირეთ, პლაგინებში გადადით, თუ არ გაქვთ Zeppelin-ი დაყენებული, manage პლაგინებში ჩაწერეთ Zeppelin-ი და დააყენეთ, მერე შეგაყვანინებთ თქვენ აკაუნტს, გამოიყენეთ იგივე აკაუნტი, რაც გაქვთ Figma-ში, მერე თავიდან მონიშნეთ, გადადით პლაგინებში, Zeppelin-ს დააჭირეთ და მიეცით იმპორტი, მაგრამ ჩემთან ყოველ შემთხვევაში მასე შვება დიდი ალბათობით თქვენთანაც იზებს. თუ Zeppelin-ში უკვე მაგამდე გქონდეთ შექმნილი პროექტი, აღარ შეგაქნებინებთ მეორეს. ამიტომ წაშალეთ ის ძველი პროექტი და დაამატეთ ეს. აი ჩემთან აი ორი ცალი, ერთი ტელეფონის, ერთი კომპიუტერის. კარგი. ამ დავალებასაც ასევე მოყვა ფოტოები, აი აქ გადმოწერილი, ეს არის თვითონ აი ეს პროექტი, რაც აქ გაშვებული. ამიტომ მოდი ჯერ თავიდან შევქმნათ სტრუქტურა. დავარქვათ ამას full cards, იმიტომ მასე ქვია. link CSS-იც შევაგდოთ აქეთ. ზედმეტი სტილებიც წავშალოთ. ასე და დავიწყოთ აწყობა. მოდი სიმარტივისთვის ამას გავთიშავ და გვერდით შევაგდებ ასე, რომ ხედავდეთ. და აქ მქონდეს სტილები. დავიწყოთ. პირველი ეს ყველაფერი არის აშკარად H1, იმიტომ რომ ვებგვერდის სათაურია, ხო, სხვა არაფერი არა. ესეც არის H1 და ესეცაა H1. ხოლო ეს ჩვეულებრივი ტექსტი იქნება უკვე პარაგრაფი. ამიტომ ჯერ შევქმნი H1-ს, გადმოვაკოპირებ ამ ტექსტს. ამასაც გადმოვაკოპირებ. ორი წუთი მეგობრებო, დეში. ოკეი. ახლა ეგ ტექსტიც წამოვიღოთ და ჩავსვათ პარაგრაფში. ლექციაზე ვნახეთ თუ როგორ შევამოწოთ რესპონსიულობა ვებგვერდის, ხო? გადახვათ აქ ინსპექტში. მოდით ეს მენიუ დაბლა გავისროლოთ და აი აქ დააჭირეთ ტელეფონსა და ნოუთბუქს. ახლა უკვე ხელით, აი ესე შეგიძლიათ ეკრანის ზომის მითითება და ნახოთ ამა თუ იმ სიგრძეზე როგორ იმუშავებს. კარგი. ისიც განვიხილეთ, ახალი თაგიც განვიხილეთ, ხო? ახლა რო ეს ჰედერი, ამიტომ ეს უბრალოდ ასე კი არ დავაგდოთ, ხო? ამიტომ შევქმნათ რაღაცა header tag-ი და header tag-ში ჩავწეროთ ეგ ყველაფერი. დაბლითა კონტენტი აი ეს ქარდები კი უკვე შეგვიძლია ჩავწეროთ main tag-ში. ახლა აქ რა არის? ჩვეულებრივი div-ია, თუ გინდათ ისევ section-ად შექმნით, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი div-ია. ამასაც აქვს სათაური. H1-ს უკვე ვეღარ გამოვიყენებთ, იმიტომ რომ ეგ არის მთავარი სათაური, ამიტომ გამოვიყენეთ H2, ჩვეულებრივი პარაგრაფი და ისევ სურათი. წინაზე გავარჩიეთ ჩვენ emmet-იც, მოდი ახლა emmet-იც ვქნათ, ანუ გვინდა div-ის შექმნა, რომლის კლასი იქნება card-ი, მაგის შიგნით გვინდა რომ მიიღოს H2 ელემენტი და გვერდით იდგეს პარაგრაფი და კიდევ გვერდით იყოს იმიჯი. და ეს ყველაფერი გვინდა 4-ჯერ. ამიტომ ნახეთ, ეს რო დავწერო 4 ცალი, მარტო იმიჯი შექმნის 4 ცალს. ამიტომ თლიანად ეგ ყველაფერი ჩასვით ჭხილებში და ბოლოს, ანუ ეს ყველაფერი გამრავლეთ 4-ზე და შეგიქმნით 4 ქარდს. დავაკვირდით ერთ რაღაცას, რომ ეს ქარდები კი განსხვავდებიან კონტენტით, რო აქ სხვა სათაურია, აქ სხვა ტექსტია და სურათი და ფერი და ასე შემდეგ, მაგრამ ჯამში სტრუქტურა მაინც ერთია. ერთი ზომა აქვთ, ერთი ტექსტის ზომაც, ასევე ფერიც, სურათის განლაგება და ასე შემდეგ. ამიტომ ამ 4-ივეს ექნება ერთი საერთო კლასი, რომელიც უკვე შევქმნი ქარდი და მერე თითოეულისთვის, შევქმნით ცალკე კლასს, რათა აი სხვადასხვა ფერები მივცეთ. დაიმახსოვრეთ, ხო? 1000 კლასი რო არ შევქმნით, ერთი საერთო ყველასათვის და მერე ცალ-ცალკე. მოდით ახლა ეგ სურათები აქეთ შევაგდოთ, რომ გავხსნათ იმიჯი, გადმოვაკოპირო და ეგ ჩვენთან დავამატო.
და მივცეთ ჯერ მნიშვნელობები, ხო? H2 ამისი არის სუპერვაიზორი. აქეთ შევაგდოთ ამისი ტექსტიც. ხო, სურათი ამისი არის. აქ თუ გადავალთ იმიჯებში ეგ თუ არ ვცდები არის სუპერვაიზორი, კი ბატონო. Alt ტექსტიც მივცეთ ვარემ სუპერვაიზორი, ოკეი. გონი ერთ წელი გამოვტოვე, არ არის პრობლემა აქეთ ჩავსვა. თუ რამე გაუგებარია დაწერეთ და ახლა ვნახო. ასე იმიჯებში რომ გადავიდეთ, აქ უნდა იყოს team builder-ი, თუ არ ვცდები, კი ბატონო. ისევ ნუ alt ტექსტიც მივწერეთ team builder-ი. ოკეი. კარმა გადმოვაკოპიროთ. და ბოლოს ნუ კალკულატორიც ახლა გადმოვიტანოთ და ეგ არის. აუ მითხარ ჯერ რამე ხომ არა გაუგებარი. ჯერ უბრალოდ სტრუქტურა შევქენი, ამიტომ არ ამგონია რამე ისეთი რო იყოს. ოკეი. კარგით. აჰა, უკვე მივცეთ სტილები. ნუ დავიწყოთ ბადიდან. რაღაცა ბადის რაღაცა ფერი აქვს მიცემული, ამიტომ ამას გადმოვაკოპირებ. მოვნიშნავ აქ ბადის. ასე და გადავიდეთ უკვე. ოკეი, კარგი. და გადავიდეთ ახლა აი ამ H1-ის სტილებზე. ნუ როგორ შემიძლია მოვნიშნო H1? კონკრეტულად მე სხვა H1 აქ არ მაქვს, პირდაპირ შემიძლია მოვნიშნო, მაგრამ მაინც დავწერ ასე header H1. დავაწვევი ახლა ამაზე და გადმოვაკოპირებ ამის სტილებსაც. ესე და ის ახლა შევცვალოთ header 1-ზე. ახლა რატომ არ მინდა რომ ყოველთვის ზუსტად გადმოიტანო ტექსტ სტილები? რატომ და ამან ტექსტ მისცა height-ი, მაგიტომაც რაღაცა აირია. მე ტექსტ მისცა ვიცი და თუ გახსოვთ წინა ლექციაზე ვთქვი რომ ტექსტებს და ისეთ კომპონენტებს რომლებიც გინდათ რომ გაწელოთ მთლიან ეკრანზე არასდროს არ მისცეთ ვიცი. აი ახლა მე რომ მივცე ამ ნაუბარს ვიცი ფიქსირებული, ხო? შეიძლება ჩემთან კი ბატონო მუშაობს, მაგრამ ვიღაცამ რომ უფრო დიდ ეკრანზე გახსნას, ეს ნაუბარი სადღაცას დამთავრდება, დანარჩენი ნაწილი ცარიელი იქნება და პირიქით ტელეფონზე რომ გავხსნა, დავინახავ მხოლოდ რაღაცა კონკრეტულ ნაწილს და დანარჩენი ნაწილი რომ ვნახო, მომიწევს სკროლვა. ამიტომ შეეცადეთ ყოველთვის აი ეს სტილები არ გადმოვაკოპიროთ, ეგ არ ნიშნავს რომ ყველაფერი სწორია და ხშირად მისცეთ მაქსიმუმ მაქსვიც, ანუ მაქსიმუმ სადამდე შეიძლება გაიწიოს, მაგრამ არა კონკრეტული სიმაღლე, სიგრძე. აი ხა უკეთ მიხვდებით ამასაც. მარჯინიც არ გვინდა, სადაც ნორმალი წერია, გახსოვთ რომ ეგ ყველაფერი ანუ ნიშნავს default პარამეტრია. ტექსტ left-იც არ გვინდა და ნახეთ რომ font family Poppins იყენებს. Poppins არ მაქვს დაყენებული, ამიტომ დავსერჩოთ აქეთ Poppins-ი. Google ფონტებში გადავედი. Get fonts დავაჭიროთ. დიდი ალბათობით წინა ფონტი თუ გეკეთებათ გახსნილი, აქ უბრალოდ უნდა დააჭიროთ remove all და ასე შემდეგ. Get embedded code. ისიც ვნახეთ რომ ორი ვარიანტი გვაქვს. ერთი ან ჩავსვათ HTML-ში, მეორე CSS-ში, მაგრამ მე ავიღებ და ჩავსვამ ამ ყველაფერს HTML-ში. აქ ლინკების მერე დავდგები. ჩავაგდებ ამას. Font family-საც გადმოვაკოპირებ. ორი ვარიანტი გაქვთ. თუ გინდათ აქ pip-ში მიუთითეთ font family, მაგრამ ყველაზე ხშირი და კარგი მეთოდი არის აქ თუ body-ში მიუთითებთ ამ ყველაფერს. ახლა ამასაც ნუ იგივე სტილები ექნება. კიდევ იმის ხსენება დამავიწყო, რომ თუ შეავშიეთ ჯერ ვიწყებ ტელეფონის დიზაინით და მე ყველაფერს მოვარგებ კომპიუტერზე. ეგ ყველაზე გავრცელებულია დღესდღეობით და ყველაზე პოპულარულია. ნუ ადრე წერდით
ჯერ დესკტოპის სტილებს და მერე ტელეფონისთვის ვარგებდით, მაგრამ რადგან უფრო და უფრო მეტი იუზერი იყენებს ტელეფონს, ჯერ უნდა დავწეროთ ყველაფერი ტელეფონისთვის, მერე კომპიუტერისთვის. ნუ ყველაზე გავრცელებული ეგ არის. ამიტომ აქ უკვე font family-ს მოვაშორებ, მერე ამ საიზე თუ გადავალ, ანუ აქ უწერ პიქსელებს და ეგ მიჩვენებს რამდენი რემია. ხო ვთქვით, რომ font size-ი არასდროს არ მიუთითოთ პიქსელებში. ამიტომ ეს 24 პიქსელი შევცვალოთ 1.5 რემით, ნუ letter spacing-ი და color-ი ეგ ყველაფერი დავტოვოთ და ვიცი რომ ეს 300 პიქსელია, ვიცი კი არ მივცეთ. არამედ max ვიცი, ანუ გაიზარდოს და პატარავდეს ისე როგორც უნდა, მაგრამ არ გაცდეს ამ 300 პიქსელს, ანუ 18.75 რემს. აი ესე რომ დავწერო 75 რემი max ვიცი. ნახეთ, ანუ რო დავაპატარავო ეს, ეგ ტექსტიც აი პატარავდება. ჩვეულებრივი ვიცი რო ყოფილიყო, ხო? მაშინ სადღაცამდე აი გაჩერდებოდა და всё, აღარ პატარავდება. მე ხვდით ხო, რატომ არ უნდა გამოიყენოთ ასე ტექსტებზე ფიქსირებული ვიცი. კარგი, თუ შეამჩნიეთ რომ ეს კი ბატონო 1h1-ის თაგია, მაგრამ რაღაცა ნაწილი ჩვეულებრივად არის ნაჩვენები და მეორე ნაწილი არის bold-ად, ხო? ამისთვის ასე პირდაპირ ვერ დავუყობთ h1-ის ელემენტს და ვერ ვიტყვით რომ ნაწილს კონდეს ეს ფერი და ნაწილს ეგ. ამისთვის ავიღოთ და h1-ის შიგნით შევქნათ span-ი, აი ეს პატარა ელემენტი სტილების გარეშე და მაგას მივცეთ გარკვეული სტილები. აი ესე დავუდგები. ოკეი. და დავწერო header-ის spans უნდა კონდეს რა font weight-ი, აბა დავაკვირდეთ. ამას უწერია font weight 600. 600. всё, აი თუ კარგად ხედავთ, ეს ნაწილი ჩვეულებრივად ჩანს, ეგეც უფრო გასქელებულია. კარგი. ახლა როგორ გავცენტროთ? ნუ ბევრი მაგალითია, შეგვიძლია უბრალოდ დავდგეთ და header-ზეც დავუწეროთ აი ესე text align ცენტრი, მაგრამ რადგან ჩვენ h1-ს მივეცით უკვე ფიქსირებული ზომა და ასე შემდეგ, ყველაზე კაი ვარიანტი იქნება თუ header-საც გადავაქცევ display flex-ად და უბრალოდ ყველა ელემენტს გავცენტრავ. ისევ და ისევ აგიხსნით ახლა რატომ შვები მაგას, ნახეთ. background red-ი მივცეთ ამას. h1 მთავრდება სადღაცას აქ. კი ბატონო, ამ ზომებში text align center რო დავწერო, მაგას გაცენტრავს, მაგრამ თვითონ web გვერდის და header-ის გასწრება არ გასწორდება. ამიტომაც ჩვენ რო ვაძლევთ აი აქ display flex და მერე flex direction columns, ანუ რო ასე კი არ დალაგდეს, ასე დალაგდეს. და მერე justify content centers. თლიანად ყველაფერს წერს. ნუ უკვე აქ უნდა გამოვიყენოთ align item center. ახსნე ამასაც თავიდან. ეცადე display flexi, flex direction column-ი, align item center და justify content center. header-ი სწორედ მაგ მონიშნული background color-ი green მივცეთ, აბა რა სჭირს ამას. ოკეი, ეგ გასწორდა. flexi, justify content. ერთამე. ერთი წამით. რატომ არ ასწორებს? ასე გაასწორა. უცნაურია რატომ შვება ასე, მაგრამ ერთ-ერთი მეთოდი რომელიც კიდევ განვიხილეთ არის, ნუ margin auto, რო ყველა მხრიდან ერთნაირი margin მისცეს. მართლა რატომ არ შვება ამას ვერ ხვდები, მაგრამ ნუ display flex-ითაც გასცემთ. ის თემა ხო არ არის ალბათ. margin-ითაც როგორ? სწორ divs-ზე დგა ხარ, headers რო იმაშებოდი კი, ცენტრალურად. სწორად დგავ, რა, header-ზე დგავ, რა, ფერიც რომ მივეცი, გაასწორო. მართლა უცნაურია. ნუ შეიძლება PS-თვისაც რო არ მიმიცია სტილები, მაგიტომა ასე. მოდი აბა ვცადოთ ახლა PS-ზეც სტილების მიცემა. გადმოვიტანოთ ეგ ნაწილი. ასე, აი აქ დავწეროთ P, ისევ არ დაწეროთ ეს ვიცი, დაწერეთ აი აქ max ვიცი. ნუ 311 რამდენი იქნება ახლა 311, ნუ დავწეროთ 20 რემი, ხო არ გვინდა ესეთი რაღაცების დაწერა. 20 რემი, height-ი არ გვინდა, არც margin-ი არ გინდათ, opacity-ს ახლა აგიხსნით. font size-იც, ნუ ჩათვალეთ 1 რემია, ეგ ყველაფერი ასე რომ იყოს, ნორმალები მოვაშოროთ, line height-იც იყოს, letter spacing-იც იყოს, text align-ის მოვაშოროთ. კი ბატონო, opacity რა არის? გამჭირვალობა არის. თუ დავწერ მე 1-იანს,
მაშინ ჩვეულებრივად ჩანს, თუ ნულიანს საერთოდ არ ჩანს და ეს 0-დან 1-მდე წარმოიდგინეთ როგორც პროცენტი, ანუ 0.5 ნიშნავს 50%-ს და მაგიტომ ნახევრად გამჭირვალე და მაგიტომაც ვიღებთ ასეთ ეფექტს. display flex-ი აი მართლა ვერ ხვდები რატომ შვება ამას. არც ამაზე არ ქნა. ძალიან საინტერესოა მართლა. margin auto მივცეთ რომ გაიცენტროს. კარგით. ახლა უყურეთ. ამასა და ამას შორისაც გვაქვს რაღაცა დაშორება, ეს არის 16 პიქსელი. შემიძლია დავდგე HR-ზე და HR-ს ვუთხრა რომ margin bottom-ი გქონდეს, ან დავდგე P-ზე და დავწერო რომ P margin top-ი. რასაც ახლა ვიზამ. margin top-ი გქონდეს 1 რემი, ან 16 პიქსელი, 1 რემი და მაგიტომაც აი ეს დაშორება მივიღე. შევეშვათ აი დროებით აი ამ დაშორებას, მე აგიხსნით ამ ყველაფერს, გადავიდეთ აი ამ ქარდებზე. აი ამ სტილებსაც წამოვიღებ და დეტალურად აგიხსნით ახლა ყველაფერს. ასე და მოვნიშნოთ card კომპონენტი. ამასაც max ვიცი ასე დავუწეროთ, რაც მივეცით სხვებს, აი ეს 20 რემი იყოს. height შეგვიძლია აღარ გავუწეროთ დინამიურად და დავუწეროთ რომ იყოს 14 რემის ხელა, ანუ კი ბატონო ვიცი ცოტათი გაიწელოს თუ საჭიროა და დაპატარავდეს, მაგრამ height-ი ყოველთვის ერთნაირი იყოს. 14 რემი, ხო, თქვით, 14 რემი. მარჯინებიც არ გვინდა ეს იმათი სტილები არის და ნახეთ თითოეული ელემენტი დაშორებული არის თანაბრად ყველა მხრიდან. ნუ აქედან არის რამდენი? აქედან აქ 29 პიქსელი, ნუ აქ 28 არის. აქაც სადღაცაც ასე იქნება. ნუ 1 პიქსელი ეგ არაფერი არა. ამიტომ რომ შევხედოთ რამდენია თუნდაც 28 პიქსელი, დავწეროთ რომ ყველა მხრიდან გქონდეს 1.75 რემი. ყველა მხრიდან იქნება იგივე padding-ი. border radius-ი არის კუთხეების მომრგვალება და კი ბატონო 8 პიქსელია და ფერიც იყოს თეთრი და წინა ლექციაზე ახსენე რა არის box shadow და თავიდან აგიხსნით ახლა. box shadow არის ელემენტის ჩრდილი და როგორ მუშაობს? პირველი პარამეტრი ნიშნავს x ღერძზე სად უნდა მდებარეობდეს ჩრდილი. მაგალითად 10 პიქსელს თუ დავწერ 10 პიქსელით მარჯვივ გაწერს. თუ დავწერ მინუს მარცხნივ. მეორე არის y-ისთვის 20 პიქსელი იქნება დაბლა -20 ზემოთ. მესამე პარამეტრი არის blurry, რამდენად ბუნდოვნად გამოჩნდება, იყოს აი ჯერ 0. მეოთხე პარამეტრსაც დროებით შევეშვათ და მერე ვწერთ ფერს, მაგალითად წითელს. დავკვირდით ახლა 4-ს დაემატა და აქ, ნუ უკეთ რო გამოჩნდეს, აი ესე რომ დავწერო. ცოტა ცუდად ჩანს, იმიტომ რომ ყველა ელემენტი ეგრეა შექმნილი, ამიტომ margin bottom-ი მივცე ყველას 100 პიქსელი, რომ ხელი არ შემეჩავს. აი, ახლა ჩანს, რომ 10 პიქსელი ჩრდილი მარჯვნივაა გაწეული, 60-ით დაბლა. როგორც გინდათ, ეგ ცვალეთ. ახლა მე რომ მივცე ამას blurry, მაგალითად 20 პიქსელი, ასეთი ბუნდოვანიც გახდა. რა შვება მეოთხე პარამეტრი? მეოთხე არის ჩრდილის offset-ი, ანუ ზრდა. რამდენი პიქსელით უნდა გაიზარდოს ყველა მხრიდან. დავუშვათ 10 პიქსელით. ანუ ყველა მხრიდან 10 პიქსელი მოიმატება. რომ დავწერო -10 პიქსელით, პირიქით შიგნით შევა, შემცირდება ეგ ყველაფერი. შეგიძლიათ ხელით თქვენითაც ივარჯიშოთ, ან არის სპეციალური საიტები, აი box shadow generator-ები, დაველოდოთ, აი ეგ შეგიძლიათ ცვალოთ თქვენით, ან გადახვიდეთ და უკვე ნახოთ რაღაცა მზა ვარიანტები, მაგალითად აი ესე hover-ი და ასე შემდეგ. ერთ ელემენტს ზოგადად შეიძლება გქონდეს რამდენიმე box shadow, აქ უბრალოდ მძიმეს დასვოთ და სხვა სტილებსაც მიუთითებთ. მაგრამ ნახეთ, აი თუნდაც black რო დავწერო, ჩრდილი ესეთი მყარი და ესეთი როგორ თქვა, ანუ ეგეთი ყოველთვის არა. რაღაცა გამჭირვალე, ცოტა სხვა ფერისაა და ასე შემდეგ. ამიტომ ვიყენებთ არა RGB-ს, არამედ RGBA-ს და რა შვება RGBA, ჯერ RGB-ზე გაჩვენებთ. 0-იან შავი არის 0, 0, 0. ეგა მისი ფერის კოდი. იგივე ჩანს. ნუ თუ აქ შეცვით, ნუ სხვა ფერსაც მიიღებთ, ხვდებით ხო? კარგი. და თუ დავწერ აქ A-ს, ანუ RGBA-ს, მეოთხე პარამეტრი უკვე იქნება ის opacity, რაც ზემოდაც დავწერე. 0. საერთოდ არაფერი არ გამოჩნდება, 1. ჩვეულებრივად 0.5 რო დავწერო, რაღაცა შუაში იქნება, ნახევრად გამჭირვალე იქნება. ამასაც 20 პიქსელი რო დავწერო, რაღაცა ჩრდილს
მივიღებ. ანალოგიურად ახლა რომ შევხედო, აქ რა წერია, აქ ის წერია, რომ x-ით არ გაინძრეს, არსად იდგეს იქით, 15 პიქსელი ჩამოიწიოს, 30 პიქსელი ჰქონდეს ბლარი, 11 პიქსელი შიგნით იყოს შეწეული და იყოს რაღაცა ფერი და ჰქონდეს 50%-იანი opacity. აბა მითხრეთ box shadow თუ ჩანს. selfie მიწერია სადღაცას? აუ. Align items მართალი ხარ. აბა ვნახოთ ეგ. მართალი ხარ, ყოჩახ, შეგამოწვეთ. აი ამ უაზრობის გამო არ მუშაობდა. მადლობა კიდევ ერთხელ. ჯერ მითხარით box shadow-ზე რამე შეკითხვა ხომ არ გაქვთ? ძალიან მარტივია, ისევ და ისევ ხშირად ამოვაკოპირებთ, ან გენერატორებში გადახვალთ და მანდ ნახავთ. თუ არ გაქვთ შეკითხვა, მაშინ გადავალ შემდეგზე. ეგ ყველაფერი დავსვით, ესეც დროებით დავაშოროთ, ხო, ბარემ დაშორება ვთქვათ. დაშორება შეგვიძლია ისევ აი ამ მერჯინებით ვქნათ, ან ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება თუ mains გავხდი flex-ად, ეგ ყველაფერი ახლა ხო ერთხელში დალაგდება. სვეტად რო დავალაგო, flex direction columns მივცემ და აქ ისევ გავწერნო align items უკვე centers ასე და მივცემ gaps, რომ თითოეული ელემენტი თანაბრად დაშორდეს. შეგიძლიათ merge-ით თქვნათ, შეგიძლიათ gap-ით, თქვენ დამოკიდებული, მაგრამ ნუ ცოტა უფრო მელამაზება gap-ით, ამიტომ ასე ვიზო. 25, ნუ 1.5 დავუწეროთ, gap-ი რო იყოს 1.5 rem-ი. ჯერ არ დავასეივებ. всё. იგივენაირად მუშაობს. ახლა მივცეთ უკვე ტექსტებს, ხო, ეს სტილები. ამასაც გადმოვაკოპირებ ასე, აი ამ ნაწილს მხოლოდ. დავწეროთ cardis h2, ხო? ასე. ეს ზედმეტები წავშალოთ გადმოკოპირებისასაც გადმომყვა. ვიც აღარ უწერთ ამაზე, აი რაღა ვიცი უნდა დაუწეროთ აი ამ ტექსტს. ის გაიზარდება card-თან ერთად. ნუ თუ card-ი გაიზარდა, ოკეი, ეგეც გაიზარდება, გაიწელება, თუ ორ სტრიქონზე იქნება, ერთზე გადმოვა და თუ დაპატარავდება, ეგეც დაპატარავდება. ნახეთ, ამას რო გქონდეს სულ სხვა ვიცი, აი დაუშვათ აი ჯერ background color-ი გაჩვენოთ red და ამას დაუწეროთ მაგალითად 500 პიქსელი. გააფუჭებს ან card-ს და card-ის გარეთ გამოვა, მაგრამ default-ად უწერია ვიც 100, ამიტომ ყოველთვის აი მივა შობლის ბოლომდე, ნუ კონკრეტულად აი აქამდე, იმიტომ რომ padding-ი აქამდე გვაქვს გაწერილი. margin-ს აღარ გვინდა, იმიტომ რომ padding-ი გავწერეთ შიგნით, pop-ins-იც მოვაშოროთ, height-იც მოვაშოროთ, ესეც ნორმალებიც და text align left-ი არ გვინდა, იმიტომ რომ ისე default-ად ეგა 20 პიქსელი, ახლა ეგეც არის 1.25 rem-ი. ხო, ანუ ბორდერებთან გამოიყენეთ პიქსელები, იმიტომ რომ ძალიან პატარა არის, ხშირად 2-3 პიქსელია. box shadow-თანაც შეგიძლიათ გამოიყენოთ პიქსელი, მაგრამ სხვა დანარჩენ შემთხვევაში შეეცადეთ რემები გამოიყენოთ. card-ის პარაგრაფი მოვნიშნოთ ახლა. აქ არის პარაგრაფი. ამისი სტილებიც გადმოვიტანოთ, ნუ ჯერ ასე დავწეროთ, კარგი და წერტილი card b. არც ამას არ უნდა ვიცი, არც height-ი, არც margin-ი, opacity კი ბატონო გქონდეს, pop-ins-იც არ გვინდა, again-იც არ გვინდა, ნორმალებისაც წერია, text align-ის ისევ და ისევ default-ად უწერია 13 პიქსელი, ნუ რამდენია? 0.8 დავწეროთ აქ. 0.8 rem. ოკეი, ჩვეულებრივად ეგეც მუშაობს და დაგვრჩა სურათი. აი ხა სურათი ესე ჩვეულებრივად აქეთ არ ჩაჯდება. იმიტომ რომ კუთხეში არის. მე ეგ რომ გავხადო, დავუშვა display flex-ი, მაშინ ეგ ცალკე უნდა ჩავსო რაღაცა კონტეინერში, მე justify item-ში უნდა მივცე space between-ი, რომ ერთმანეთისგან დავაშორო, ეს ცალკე უნდა გავწიო მარჯვ. ეს სიტყვით ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება მომიწევს. რატომ? როცა ვისწავლეთ რომ გვაქვს position absolute და ნახეთ card image თუ მოვუნიშნებ და დავწერ position absolutes და ვუთხრათ რომ ეგ იყოს card-ის მარჯვნივ right 0. მაგრამ რა მოხდება? გამოვა სულ მარჯვნივ. რატომ? იმიტომ რომ დასაწყისში position absolute სწორდება მთლიანი ბადის მიხედვით. ამიტომ გადავალ თვითონ card-ში და card-ს მივცევ რომ იყოს position relative. ახლა ეს უკვე ნულიანი არის
აი კარდის ნულიანი. შევხედოთ ამათ შორის დაშორება, რამდენია ეს არის 28 პიქსელი იყო როგორც მახსოვს. კი ბატონო, 28 პიქსელი რამდენი არის 1.75 და დავწეროთ რომ right-იდან იყოს დაშორებული 1.75 RAM-ით და bottom-იდანაც ასე. ახლა როცა სიგრძეში გაიზარდოს ჩემი ეს კარდი, ხო? აი მაგალითად ნახოთ პარამ. დავწეროთ რომ იყოს 30 RAM-ი დავუშვათ, ხო? max ვიცით არა. აი ესე დავწეროთ. ეს სურათიც ყოველთვის კუთხეში იქნება, იმიტომ რომ აქ დავწეროთ რომ right-ით ამდენით უნდა იყოს დაშორებული და bottom-ითაც ამდენით. რამე გაუგებარია ჯერ ამაში? ოკეი. კარგით. რეალურად ეგაა, რაც დარჩა. ახლა უნდა დავაშოროთ ეგენი ერთმანეთისგან, ისევ ორი ვარიანტი გვაქვს, ან დავაშოროთ ეს ამას დავუწეროთ margin top-ი, ან ამას დავუწეროთ margin bottom-ი, მაგრამ დააკვირდით არა პირველ card-ს და არა ამ პარაგრაფს. ამაც ზემოთ რა დგას header-ი და აქაც main-ი. ანუ ან main-ს მივცემ margin top-ს, ან headers მივცემ margin bottom 66 პიქსელი, რამდენია ეგ რო შევხედოთ 4.75 main-საც აი აქ დავუწერ margin top, ამ რამდენი იყო უკვე დამოვიწყდა 4.75. აჰა, ჩვეულებრივად ასე მუშაობს და დარჩა აი ეს ზედა დაშორებაც. ისევ და ისევ შეგვიძლია გავუწეროთ რომ ამას ქონდეს 85 პიქსელი ზემოთ margin top-ი, ან მინდა გასწავლოთ უკეთესი მეთოდი. ნახეთ, ხშირად მთლიან ვებგვერდს შეიძლება ჰქონდეს ერთნაირი padding-ი. ანუ აი სექცია იყოს დაშორებული ასე, კიდე რომ დაბლა ჩავიდე, რაღაცაც იყოს ასე დაშორებული, header-იც იყოს ასე დაშორებული. თვითონს რო არ დაუწეროთ აი ეს დაშორებები ხელით, მე შემიძლია მთლიან body-ს დაუწერო ასეთი რაღაც, რომ padding left-ი მაგალითად იყოს, რამდენი აქ? 40 პიქსელი, ხო? 40 პიქსელი. 2.5 RAM. დავწერო რომ padding left-ი იყოს 2.5 RAM-ი და padding right-იც მაგდენი და რასაც არ დავამატებ მერე, ხო? ყველაფერი მასე ჩაჯდება. ხო, ზუსტად ესეა padding-ი. მგონი უფრო ნაკლებია, ხო? 32 ეს არის 2 RAM-ი, კი ბატონო. ასე. ოკეი. და ესეც padding top-ით დავაშორეთ. padding top-ი რო იყოს რამდენი ქვია 85, ხო? 85. 5.3 დავუწეროთ. 5.3 RAM-ი. ეგ იგივეა რაც padding inline-ი, ხო? ანუ padding inline-ს ერთხელ თუ დავუწერ padding inline 2 RAM, ეს იგივეს ნიშნავს რაც მარცხნივ და მარჯვნივ, padding block-ი იგივეა რაც ზემოთ და ქვემოთ. მოდი ქვემოთაც იყოს, რომ რათა აი ეს ბოლომდე ასე შეტყობული არ იყოს, ხო? ასე body-სთან. ამიტომ ესე ცალ-ცალკეც რო არ დავწერო ყველაფერი, უბრალოდ დავწერ paddings. ჩვენ ხო ვწერდით ერთი ვარიანტი იყო რომ 2 RAM-ი, ანუ ყველას რო აძლებდა და მეორე ვარიანტი კიდე იყო ყველას რო ცალ-ცალკე ვუწერდით, ხო? ანუ ეს არის top-ი, right-ი, left-ი და bottom-ი. შეგვიძლია ორი ცალის მხოლოდ დავწეროთ. პირველი იგივეა რაც padding block-ი, ანუ 5.3 RAM-ი და მეორე არის იგივე რაც padding inline-ი, ანუ 2 RAM-ი. დავასწრებ, აქაც მივიღებ დაშორებას, აქაც მივიღებ და გვერდებზეც მექნება დაშორება. გასაგებია? მომწერეთ თქვენ ამასობაში მე რაღაცას აქ გავტესტავ. ხო, ეგრეც უნდა იყოს ეგ. კი ბატონო. კარგი. ალბერტ, ეს რაღაც random responsive-ი გააკეთე, ხო? კი, ახლა responsive-ს. ხო, იმიტომ რომ მან ხო ის არის, რა ქვია. ანუ რის ხამინდა იცი, მან ხო ეკრანის ზომის მიხედვით არის, ანუ ცალკე iOS-ი, ცალკე Android-ზე და ასე შემდეგ და მაგის გაკეთება როგორ ხდება? თუ ერთ საკეთებ უნივერსალს დოსიო? როგორ არა, ნახე. ესე კონკრეტულად ერთი iPhone-ისთვის და ერთი Android-ის იყოს, მასე ვერ იზამ, მაგრამ შენ რომ მორჩევი ვებგვერდის საწყობას, ხო? აი ესე გამოკაჩა ეს თითოეული დეტალი და ასე დააყევი ამ ყველაფერს და ამოწმე რა როგორ გაქვს ჩასმული. ნახე, აქ აღმოაჩინე ახლა ერთი შეცდომა. ისაა რომ აქ headers უნდა მივცე თან text align century
და ეგ ცენტრს მივცემ და ყველაფერი გაიცენტრა. ხვდები ხო? აი ესე უნდა დავყვე რომ მორჩები ყველაფერს. არა, ეგ იასნია, მაგას ხვდები. კი ბატონო, აქ ხო გაქვს აი სათითაოდ ეგ ვარიანტებიც, მაგრამ აი ესე კონკრეტულად ყველა device-ისთვის ვერ შექმნა, იმიტომ დაიმახსოვრეთ რომ მორჩებით ვებგვერდის აწყობას, აი ესე ითამაშეთ, ნებისმიერი სექცია ამოწმეთ, რა როგორ იქნება და ჩვეულებრივად იმუშავებს. გასაგებია? display ბლოკი რომ მივცეთ ამას, აბა ამასაც შევხედოთ. ნახეთ, რაღაც მომენტში რომ ვაპატარავებდი თუ შეამჩნიეთ ეს დიდი მუქი ტექსტი ადიოდა ამასთან ერთად ერთ ხაზში და რატომ ხდებოდა ასე? იმიტომ რომ ნუ აქ სპანი მქონდა h1 შიგნით ჩასმული და სპანი თქვით რომ არის inline ელემენტი, არაფერზე არ აქვს პრეტენზია, სადაც ჩავსვათ, იქვე ჩვეულებრივად მუშაობს. მაგრამ ამას თუ გავხდი ახლა display block-ად max spans, display block-ი რომელია, რომელიც ყოველთვის 100%-ზე არის გაწელილი, ხო? ამიტომაც ეს და ეს ერთ ხაზზე ვერ იქნებიან და ყოველთვის ცალ-ცალკე ნახავთ ამ ყველაფერს. კარგი. ტელეფონის ვერსიასაც მოვჭით, აქ მეტი ისეთი არაფერი არ არის, ამიტომ გადავიდეთ კომპიუტერის ვერსიაზე და პირველ რიგში რა უნდა ვქნათ, რა და უნდა დავიჭიროთ ეკრანის გაზრდა. მაგ ყველაფერს ვაკეთებდით media query-ით, ბოლოში ვდგებით და ვწერთ media min width მაგალითად 1000 პიქსელი. მოდი 1200 იყოს. იმიტომ რომ უფრო მიღებული ეგა დესკტოპების ზომებში. და ვინც არ ესწრებოდა, ახლა მიხვდებით ყველაფერს, ნახეთ, ჩვეულებრივად ვებგვერდს რომ ვტვირთავ დეფოლტად ეგ ყველაფერი ასე მუშაობს, რაც ზემოთ გვაქვს გაწერილი, მაგრამ როგორც კი გაიზრდება 1200 პიქსელზე, მოდი ეს უკვე გავადიდოთ, იმიტომ რომ ჩვენ არ ყოფნის ეგ. ხო, კოდიც აქვეა ჩასმული, იყოს ასე, როგორც კი 1200 გაცდება, უკვე ამოქმედდება ის სტილები, რაც წერია აქ. ანუ ეგ სტილებიც იმუშავებენ, მაგრამ რაც საერთოა და წონით უფრო მაღალია, ამოქმედება აი ამ ყველაფერში. ამიტომ რა უნდა შევცვალოთ რეალურად აქედან? რა და უკვე ფონტის საიზი, აქ ფონტის საიზი არის 36 პიქსელი, ანუ უკვე გახდა რამ 36-ია, ხო? კი ბატონო. 2 რემი გახდა, ამიტომ დავწერ ეგეთ რაღაცას, რომ h1 font size უნდა იყოს 2 რემი. ნამდვილად 2 რემია. კი ბატონო. ოკეი. აბა შევხედოთ ახლა როგორ მუშაობს. ასე და როგორც კი გავუცდები, ესა h1 header h1. So, რატომ არ მუშაობდა ეს იცით? იმიტომ რომ წონებში მქონდა ისევ შეცდომა. რომ დავაკვირდეთ სუსუ ზედა ჩანაწერს, ნახეთ, header-ი და h1, ჩვენ ვთქვით რომ HTML-ის თაგის წონა არის 1, 1+1 არის 2, მაგრამ აქ რო უბრალოდ h1-ს ვნიშნავდი, ამისი წონა 1, ამიტომ არაფერი არ შეიცვალა. ამიტომ მაგას დავწერ header h1 და ვნახავ რომ უკვე 1200 პიქსელის შემდეგ ეგ ზომა ჩვეულებრივად იზრდება. მაგრამ ზომის ზრდა საკმარისი არ არის, იმიტომ რომ ადრე ჩვენ ქონდა max width-იც გაწერილი და აქ უკვე სხვა max width-ია, აი 451 პიქსელს მიწერს. ამიტომ აქაც ჩავწეროთ 451, ნუ დავუშვათ რო არის 28 რემი და დავწეროთ ამისი ახალი max width-ი არის 28 რემი. აბა, გადავიდეთ. კი ბატონო, ეგეთ ჩვეულებრივად ჩანს. ნახოთ პარაგრაფი, ამისი font size იგივე დარჩა, თუმცა შეიცვალა ვიცი. 540 პიქსელია. ნუ აქაც დავწეროთ 33.0, ესე header max ვიცი 33.75 რემი. აბა, კი ბატონო, ეგეც ასე ჩანს. რაც დამავიწყდა ტელეფონის ვერსიაზეც ეს იყო თითოეული აი ამ ქარდისთვის უნიკალური ფერის მიცემა. შემიძლია თითოეული ესე სათითაოდ მოვნიშნო, ამიტომ დავდგები და კიდევ ერთ უნიკალურ კლასს დავუმატებ. ანუ თუ ეს იყო ქარდი, გვერდი დავუმატოთ, მაგალითად supervisor-ი, ოღონდ პატარა ასოთი. supervisor-ი. მეორე რა იყო team builder-ი, ხო, დავწერთ ესე team builder-ი. ოკეი. აქ იყო კარმაც დავწეროთ. და ეს იყო კალკულატორი. ოკეი. და სანამ ამ ყველაფერს გადავალთ, უბრალოდ მოვნიშნოთ მაგალითად პირველი რა იყო შემახსენეთ, supervisor, ხო, supervisor და დავუწეროთ. აი ხა რომ შევხედო ამასაც, ამისი სიმაღლე არის 4 პიქსელი.
ნუ იქ ტელეფონის ვერსიაზე იყო 3.5 პიქსელი, მაგრამ ნუ არა აქვს ამას მნიშვნელობა. განა ცალკე ახალ ელემენტს შევქმნი ამისთვის. არა. დავდგები და უბრალოდ დავწერ border tops. ანუ ხო შეგვიძლია მთლიანი ბორდერი შექმნა, მაგრამ ცალკე ბორდერები შექმნა შეგვიძლია. შეიძლება ერთი ანუ border top-ი იყოს 3 პიქსელის ხელა, border right-ი იყოს 10 პიქსელის ხელა. ნუ ჩვენზე ყველაფერი დამოკიდებული. გადმოვიტან ერთადერთი ამის სტილებს რა, ფერს. ეს ფერი და დავწერო border top-ი იყოს 3 პიქსელის, ანუ 4 პიქსელის ხელა. ამა და აამ ფერით. დავასეივებ და კი ბატონო, ამას ეგ ხაზი გამოვუჩნდა. ახლა ანალოგიური პროცესი უნდა გავამეორო შემდეგი კლასებისთვისაც, ანუ team builder-ი არის, მერე არის karma და karmis მერე არის კალკულატორი. გადმოვიდან ამასაც აქეთ, ამასაც აქეთ და ამასაც აქეთ. მარტო შევცვლი ფერებს. Supervisors მივცეთ. ეცადე. Supervisors მივცეთ. აი ეს ფერი. არ ვიცი, supervisor-ი უკვე ვქენით. თუ team builder-ი ვქენით ჩვენ მგონი. ხო, არასწორად მივეცი. team builder-ს მივეცი ეგ ფერი, მაგრამ არ არის პრობლემა, supervisor-ის ფერი წამოვიღოთ ახლა. ასე. ეს კი ბატონო ლურჯი გახდა, ეს წითელი. და ახლა წამოვიღოთ აი ეს ყვითელიც, ეგ არის სულ ბოლო, ხო? არ არის ბოლო, karma არის მესამეა. და ბოლოს კალკულატორი. ეცა, სწორედ მოვნიშნო. ეს არის, კი ბატონო. всё, ანუ იგივე არის ახლა ფერებითაც, ყველაფრითაც იგივეა. და დარჩა შევცვალოთ სტრუქტურა. ახლა ეს სტრუქტურა შეგიძლიათ გრიდითაც ააგოთ, აი წინა ლექციაზეც განვიხედეთ, ხო? რეალურად რა იქნება? ერთი სვეტი, მეორე სვეტი, მესამე სვეტი და თვითეული აი ეს შიდა სვეტები გავარჩიეთ და კიდევ row ქონდეს, ანუ ერთი row და მეორე row. და ეს ყველაფერი ერთიანდებოდეს იმ row-ებში, მაგრამ ამისი გაკეთების უფრო მარტივი ვარიანტიც არის. ამიტომ გრიდით აღარ გავაკეთებ ამას. უბრალოდ ვიტყვი, რომ ამა და ამ ზომის მერე main-ი უნდა გახდეს ისევ display flex-ი იყოს, მაგრამ დალაგებული იყოს არა სვეტის მიხედვით, არამედ row-ზე რო გასწორდეს. ანუ flex direction-ი row და ასე გასწორდა. მაგრამ ახლა იტყვით, რომ ეგენი როგორ უნდა დავსტაკოთ ერთმანეთის ზემოთ. ძალიან მარტივად. წარმოიდგინეთ, რომ ეს არის ერთი ელემენტი, ესეც არის მეორე ელემენტი, ესეც მესამე. ანუ მე აქ HTML-ში რომ გადავალ team builders და karmas რაღაცა საერთო კლასში ჩავსვავ. ნუ მაგას ხშირად wrappers ვეძახით, wrappers. wrapper. რაც გინდა დავარქვით, ანუ უბრალოდ რაღაცა კლასია, რომელიც ორ ელემენტს მოიცავს მაგაში. და რომ დავაკვირდე ახლა, შევეშოთ სტილებს და დიზაინს ასე შემდეგ. სწორედ ადგა, ხო? იმიტომ რომ რატომ flex-ზე გასწორდა ერთი ელემენტი, მეორე ელემენტი, მესამე ელემენტი. ამათ შორის დაშოება რო შევქნა, უკვე main-ში კი აღარ უნდა გავწერო, არამედ თვითონ wrapper-ში, იმიტომ რომ wrapper-ი მოიცავს მაგაც, ხო? ამიტომ აი აქ სადღაცას გადავალ ფერებზე, დავდგები და ვიტყვი, რომ wrap-იც უნდა იყოს display flex-ის, ეს ასე გასწორდა. ჩვენ გვინდა რომ დასტაკული იყოს. flex direction-ი უნდა გქონდეს column-ი და gap-ი უნდა გქონდეს იგივე რაც წინებს გქონდათ, რომ ერთნაირად იყოს 1.5 რემი. ნუ რაც main-ს, ანუ თავარ flex გქონდა gap-ი მიცემული, იგივე მივეცი ამასაც. ახლა შუაში რატომ არა? შემიძლია main-საც გავუწერო ახლა ეგეთი რაღაცა. main-ი რო ასე იყოს და align item-ი და okay justify content center რო გქონდეს. ესეც გასწორდება. ან შემიძლია თვითონ body გავხადო display flex-ი. ნახეთ, display flex-ი რო გავხადო, ყველაფერი ჩაჯდება ერთ ხაზში ახლა, ისე დავალაგებ column-ად, ანუ დავწერ flex direction columns და დავწერ ეგეთ რაღაცას, რომ align item center, რომ ყოველთვის ყველაფერი იყოს გაცენტრილი ცენტრში. აი თუნდაც მე რო უბრალოდ ახალი კარდი შევქნა, აი დაბლა main-ის გარეთ რო შევქნა, ნახეთ. კარდი
თუ რაღაცა რო ჩავწერო, არ აქვს მნიშვნელობა. ეს ქარდიც იქნება ცენტრში, იმიტომ რომ თვითონ ბადიზე მაგ მიცემული რომ ყველაფერი გაიცენტროს, ხო? ამასაც მოვაშორებ და მეტი სხვა არაფერი არა. ეგ ახლა ძალიან მარტივი პროექტი არის, მაგიტომაც ერთი მედია query გამოვიყენეთ. მაგრამ შეიძლება გქონდეთ ბევრი, შეიძლება აი აქ ეგ ყველაფერი სხვანაირად გამოვაჩინოთ, მაგალითად აქ ერთი ცალი ჩანდეს, მეორე ცალი, ანუ ორი სვეტი რო იყოს, აქ უკვე ჩანდეს 4-იანად. თქვენზეა დამოკიდებული, შეგიძლიათ ივარჯიშოთ, დავალებებსაც გადახედეთ. ერთადერთს რასაც კიდევ დაგიმატებთ, ისა რომ ძველ სემინარს დაუბრუნდეთ და აი ეს ამ ნაწილის გაკეთებას ცადოთ. თუ გახსოვთ, ეს გამოუტოვეთ, რომ ამ სურათის ზემოთ ედებოდეს აი ეს თვალი, როცა მაუს გადავატარებ. ანუ დეფოლტად ეგ ყველაფერი არ ჩანს, მაგრამ როგორც კი სურათს გადავატარებ მაუს, უნდა გამოჩნდეს აი ეს ფერი, სადღაც ალბათ 50%-იანი opacity-ით, ანუ 0.5-ით და შუაში უნდა ჩანდეს ეგ თვალი. ალბათ ხვდებით, რომ უკვე position absolute-ით უნდა ქნათ ეგ ყველაფერი. გააკეთეთ დავალებები, რომ ეს ძველი სემინარიც ბოლომდე დაასრულეთ. აბა ჯერ მითხარით რამე შეკითხვა ხომ არ გაქვთ და იდეაში მოურჩით ყველაფერს. როგორ და ნახე inspect-ში რო გადახვალ default-ად ხომ ასე გექნება და აი აქ დააჭირეთ ტელეფონს და notebooks, შეგიძლია ასე ხელით სვალო, ან უკვე აი ხშირად გამოყენებადი ზომებიც აქ არის, რო დააჭერ ესე გადაგიყვანს. თუ არ ვწდები ეკრანის დატრიალება შეიძლება, კი ბატონო, ხელითაც შეგიძლია ჩაწერო, ან ყველაზე გამოყენებადი მოწყობილობები ჩაწერო, მაგრამ X-ია ისევ და ისევ არ არის საკმარისი. თან ისიც ნახეთ, რომ აირჩევთ რომელიმე მოწყობილობას, აი ეს ხელით გამოძრავება იბლოკება, ამიტომ მონიშნეთ თავიდან, გადადით responsive-ზე და მერე ამოძრავეთ და ყველაფერი ასე სცადეთ. ძალიან კარგი. მერე კიდე შეგიძლიათ ინტერნეტშიც მოძებნოთ და უცებ აგიხსნეთ როგორ ხდებათ. თუ თქვენი კომპიუტერი და ტელეფონი ერთ Wi-Fi-ზე არიან და live server-ით თუნდაც გაქვთ დაჰოსტილი აი ეს webguard-ი, ხო? შეგიძლიათ გაიგოთ აი ამ კომპიუტერის, თქვენი კომპიუტერის IP მისამართი, ჩასვათ თქვენი ტელეფონის ბრაუზერში, აი დაუშვათ რაღაც არის, ზუსტად არ მახსოვს როგორ იწერებოდა, მაგრამ დაუშვათ რაღაც IP არის 192 0.0 და 127, დაუშვათ ისე და ისე თქვენი IP არის და აი ეგ რაპორტიც უწერია live server-ს ის გადმოაკოპიროთ 2.55.0.0 და წესი და რიგით ეგ webguard-ი თქვენს ტელეფონზე შეიძლება გაიშვას და იქაც შეამოწოთ. თუ არ გაიშვება, ეგ უკვე რაღაც პარამეტრები გაქვთ უბრალოდ ჩასართველი ან გასათიში თქვენს კომპიუტერში და ChatGPT-საც რო გკითხოთ, რაღაც ბრძანებები უბრალოდ ჩასაწერი და სხვა მეტი არაფერი. რომ იცოდეთ, ანუ იმის თქვა მინდა რომ თქვენი web ბრაუზერი ტელეფონშიც შეგიძლიათ ჩართოთ პირდაპირ თქვენს ტელეფონში. გავაჩერებ ამას.